დილა მშვიდობისა ყველას. დღეს მსურს, ჩემი ცხოვრების ამბავი მსოფლიოს გაუზიარო და არა მხოლოდ ჩემს გამომწერებს. ფიქრობდი, ამ ისტორიის მოსაყოლის საუკეთესო ფორმატი რომელი ყოფილიყო და გადავწყვიტე, გამომეყენებინა ის, რასაც ბლოგოსფეროში მომხსენებელი თავის ეფექტს უწოდებენ. მაშასე ვიწყებ, მოვამზადე ტექსტი, უბრალოდ წავიკითხავ. ფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება. გულწრფელად რომ თქვა, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო ჩემი ისტორიის მოყოლა, რომელიც ჩემს ცხოვრებაზე, ჩემი ხალხის ისტორიაზე დავწერე. და რადგან ჩემი ხალხი ახლა საქართველოში ცხოვრობს, ეს ისტორია ეხება როგორც ჩემს ხალხს, ასევე საქართველოს. არ ვიცი, საიდან დავიწყო, რადგან ის, რასაც ახლა მოგიყვებით, არა მხოლოდ ერთი ადამიანის ამბავია, არამედ მთელი ჩემი ირათა, ოსების, ხალხის ისტორიაა, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში საკუთარ მიწაზე ნამდვილ ჯოჯოხეთს გაუსწორდა. როცა ეს ყველაფერი დაიწყო, 16 წლის ვიყავი. საქართველოში, თბილისში ცხოვრობდი, ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსში, მე-6 სართულზე. მყავდა მეგობრები, რომლებთანაც ბავშვობიდან ერთად გავიზარდე. ერთად თამაშობდით ეზოებში, ერთად გავიზარდეთ. ერთი ეზოს 7 ბიჭი, სამუდამო კავშირი. ძმები ვიყავით და შემდეგ დადგა დრო, როდესაც მოულოდნელად მნიშვნელოვანი გახდა, სისხლით ვინ იყავი. ერთმანეთის მიყოლებით, ჩემი მეგობრები მშორდებოდნენ. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რომელმაც ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში გაიზარდა, თვალებში შემომხედა და თვალცრემლიანმა მითხრა: ვიცი, პრობლემები გაქვს, მაგრამ ვერ დაგეხმარები. შენ ჩვენი სისხლის არ ხარ. ცრემლები თვალებში მეც ამივარ და საპასუხოდ. ასეთი იყო მაშინდელი ცხოვრება. მაგრამ მე გავაგრძელებ. იმ მომენტში მივხვდი, რომ ყველაფერი სამუდამოდ შეიცვალა. შემდეგ კი 30 ბიჭმა შემომარტყა ალყა, 30 ბიჭმა ქვებითა და ჯოხებით. 16 წლის ვიყავი. მათ წინ ვიდექი. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. გული ძრავასავით მიცემდა. არა ბრაზისგან, არამედ შოკისგან. დიახ, ის, რაც ახლახან გავიგე ჩემთვის ყველაზე ახლობი ადამიანისგან, მეგობრისგან, ძმისგან, როგორც ჩვენთან ამბობენ, მეგობარი ძნელჟამს. არ ვიცი, ეს სიტყვა როგორ ითარგმნება. ჟღერს ოდნავ უკეთესად. დრუსიკის ძმაკაცისგან და შემდგომ 30. მა ბიჭმა შემომარტყა ალყა. დიახ, არ გამიქცევია. აღარ მადარდებდა. შოკი შოკზე. ფეხები შემეკრა. შემოარტყეს წრე. დაიწყეს ჩემი შეურაცხყოფა. გინება, ამბობდნენ, რომ ცუდი ვიყავი, რომ მათ არ ვგავდი. მე იქ, ჩუმად ვიდექი, თვალებიდან კი ცრემლები მცვიოდა. ეს გრძნობა, შოკი დღემდე ჩემშია. რჩება და არ მიდის არსად. სამუდამოდ ჩემშია. და ეს სიჩუმე ისევ მიტევებს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მომდევნო 3 წელი ჩემთვის ყოველდღიურ განსაცდელად იქცა. ყოველ დღე, როცა ბინიდან გავდიოდი, არ ვიცოდი, რამდენ მათგანს გადავეყრებიფი ჩემსავე კორპუსში, ეხოში ან ქუჩაში, სკოლაში. ყოველ დღე დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. ან იქნებ 3 წელზე ცოტა მეტი, ან 3 წელზე ცოტა ნაკლები. ისევ ცხოვრობდი, თითქოს ასაფეთქებლების დაფარულ ველზე ვიყავი. მე-6 სართულის ბინიდან იმის ცოდნით ჩავდიოდი, რომ ქვემოთ, ჩემს საკუთარ სადარბაზოში, შესაძლოა, ისინი მელოდნენ. ზოგჯერ 2, ზოგჯერ 5, ზოგჯერ 7. ყველა იქიდან, ყველა იმ ეზოდან, სადაც ერთ დროს ერთად ვიზრდებოდით. ზოგჯერ უსაფრთხოდ გავძვრებოდი, ზოგჯერ არა. ზოგჯერ 2-3-ის დაცემასაც ვახერხებდი. სხვა დროს კი ისინი პირველები მართავდნენ დარტყმას. მთელ ბრბოსთან არ ვჩხუბობდი. არანაირ აზრს ვერ ვხედავდი. დარტყმა და გაქცევა. ეს ჩემი ყოველდღიური რეალობა გახდა. ყველაზე ცუდი თავად ჩხუბები კი არ იყო. ყველაზე ძნელი ჩემთვის დუმილი იყო. არავის არაფერი ვუთხარი. არც მამას, არც დედას, არც ბიძაშვილებს, არც საკუთარ დებს. მრცხვენოდა. ყველაფერს მარტო, გულში ვიტარებდი. ზედიზედ 3 წელი. და იმავდროულად საქართველოში უკვე ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყებოდა ჩემი ირათა ხალხის, ოსების წინააღმდეგ. ხოთ, მომიტიეთ ნებისმიერი შეცდომა დამზადებული ტექსტიდან. ეს ტექსტი ჩემში ემოციებს და მონაგონს აღძრავს.
ასე დაიწყო გამსახურდიას ეპოქა საქართველოში. უკვე 1989 წელი იყო. 1988 წელსაც კი უკვე დაძაბული ვითარება იყო თბილისსა და მთელ საქართველოში. ნაციონალიზმი და უცხოთა, არა ქართველების მიმართ სიძულვილი არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ სახელმწიფო პოლიტიკაში ტარდებოდა, მედიაში, ტელევიზიაში, ჟურნალებსა და გაზეთებში, ყველგან ვრცელდებოდა. აბსოლუტურად. ეს ისე მახსოვს, თითქოს გუშინდელი დღე იყოს. იარაღიანი დაჯგუფებები, ახლა უკვე სახელმწიფოს მიერ გაფორმებულები, სახლიდან სახლში დადიოდნენ. ბავშვებსა თუ დედებს იარაღს თავზე მიუშვერდნენ და ითხოვდნენ: ან თქვენს გვარებს დაურთავთ ქართულ დაბოლოებებს, შვილი, ან ძე და გახდებით ქართველები, ან დატოვებთ საქართველოს. ბევრმა დანებდა, ბევრი წავიდა, 100,000-ობით. შემდეგ კი დადგა დღე, როდესაც მამაჩემი ტყვე დაიყვანეს. მამაჩემი გამოსასყიდად გაიტაცეს. მე დაახლოებით 20 წლის ვიყავი. სახლში ვიყავი, ალბათ 19 წლის, ზუსტად არ მახსოვს. სახლში მარტო ვიყავი, როდესაც კარზე სასიამოვნო სახის კაცმა დააკაკუნა. კაცმა ხელში წერილი ჩამიდო და სწრაფად გაუჩინარდა. თავიდან წერილს ყურადღებაც არ მივაქციე. წერილში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა: თქვენი მამა გაიტაცეს, გამოსასყიდი 3 მილიონი რუბლია. იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, საქართველოში 3 მილიონი რუბლის შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საქართველოში არც ერთ ბანკს არ ჰქონდა ასეთი თანხა. წერილის წაკითხვისთანავე კიბეზე ჩავირბინე, მაგრამ ის უკვალოდ გამქრალიყო. სწორედ იმავე დღეს თბილისში პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოვიდა კაცი, რომლისაც ყველას ეშინოდა, მთელ საქართველოს ეშინოდა და ფეხში შველი ხალათით. ის ქურდული სამყაროს ნათლი მამა და ჩემი მამის ძმის მოსწავლე იყო, ყოკა კობერიძე. დარწმუნებული ვარ, მიხვდით, ვისზეც ვსაუბრობ. ხალხი მის შესახებ წერდა. მედიაში ამ ტიტულის გამოყენებით, ისინი ტელევიზიით, იმ დროინდელ საბჭოთა ტელევიზიით, საუბრობდნენ, რომ ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი იყო. ამის გაგებისთანავე, ის მაშინვე ჩამოვიდა, რაშიც იყო ჩაცმული, რადგან მამაჩემი ძალიან უყვარდა. ისინი ერთად გაიზარდნენ და შემდეგ დაიწყო რაღაც, რასაც დღემდე ბოლომდე ვერ ხვდები. მოისმინეთ, მსგავს სხვაგან ვერსად მოისმენთ. დასაწყისისთვის მამაჩემის პოვნა და გათავისუფლების მიზნით მთელი საბჭოთა კავშირიდან კანონიერი ქურდები საქართველოში ჩაიყარნენ. იყო ქურდთა რაზმების ერთგვარი მინი სამხედრო დეტაშამენტი. გულწრფელად რომ თქვა, არსად არასდროს გამიგია ან წამიკითხავს მსგავსი რამ. და ეს ჩემს ოჯახს, ჩემს მამას დაემართა, მოისმინეთ. მაშ გავაგრძელებ. ისინი საქართველოში შეიკრიბნენ. ქურდები წინა ხაზზე წავიდნენ, სადაც ქართველებსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსებს შორის ირათა ხალხის წინააღმდეგ ნამდვილი სასტიკი ომი მძვინვარებდა. მათ ორივე მხარე გამოიკვლიეს, რადგან საქმე ეხებოდა გამოსასყიდს როგორც ქართველი მებრძოლების, ისე ჩემი ირათა ხალხის მხარეს. 10 დღის განმავლობაში მათ იპოვეს მამაჩემი. ჩხრეკდნენ მებრძოლებს ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და ფაქტობრივად რამდენიმე დღით შეაჩერეს ომი მამაჩემის გამო. ოდესმე გსმენიათ ასეთი რამე? მე არა, არც წამიკითხავს, არსად წამიკითხავს მსგავსი რამ. ხალხო, მოისმინეთ. ქურდთა არმიამ სასტიკი შეიარაღებული კონფლიქტი რამდენიმე დღით შეაჩერა. ჩემი ცხოვრების, ჩემი ოჯახის ცხოვრების ბლოკბასტერი. ასე რომ 10 დღიდან 7 დღის განმავლობაში მათ ვინც ის დაატყვევა, სასტიკად აწამეს. მანქანებით და ცხენებით გაწელვებით ფეხელის, სცემდნენ სიგარეტითა და ცხელი უთით. და ბოლო 3 დღის განმავლობაში, როდესაც დაინახეს, რომ მამაჩემის მოტეხვა შეუძლებელი იყო, ისინი უკვე სხვაგვარად ექცეოდნენ ბორის. უკვე უსხამდნენ მას ყავას, სთავაზობდნენ სიგარეტს, ნარდს თამაშობდნენ მასთან. ხუმრობდნენ, ანეკდოტებს ყვებოდნენ. მამაჩემი ტყვეობიდან ისეთივე უშიშარი და ამაყი გამოვიდა, როგორიც იყო. როდესაც ქურდებმა 3 მილიონიდან, რომელიც გამოსასყიდად ჰქონდათ შეგროვებული, თითქმის მილიონი მიუტანეს და უთხრეს, რომ მეტის მოძიებას ვეღარ ახერხებდნენ. მძევლების გამტაცებლები მამაჩემის გამოსასყიდად 3 მილიონს ითხოვდნენ. თუმცა მთელმა საბჭოთა კავშირმა, ყველაზე ცნობილმა ქურდებმა, მხოლოდ მილიონის შეგროვება შეძლეს. მეც ვეღარ აგროვებდნენ.
უბრალოდ ასეთი ფული არსად იყო ფიზიკურად. ასე რომ შეგროვილი მილიონი რუბლი შესთავაზეს მას მამაჩემს. უთხრეს აი ბორის იმ წამებისთვის რაც გადაიტანენ. მკურნალობა დაიწყე. მან უარი თქვა და უპასუხა, ეს თქვენი ფულია, დაიტოვეთ. და როდესაც ჰკითხეს, ვის მოვკლავთ პირველს, იმ გამტაცებლებზე საუბრობდნენ, რომლებიც ქურდების წინ მუხლზე განლაგებულნი იყვნენ. მან უპასუხა, თარაკნებსაც კი არ ვკლავ. ეს მართლა მასე იყო, არ მოკლათ. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა ვუწოდო ამას, ბიჭებო, მეგობრებო. მამაჩემმა ყველაფრის მიუხედავად, რაც დაატყდა თავს, 7 დღის წამების შემდეგ, ძალა მოიკრიბა და თავის მხსნელებს უთხრა, არ შეეხოთ გამტაცებლებს, არავინ მოკლათ. კაცმა, რომელიც აწამეს, მანქანებით გაწევებით, ცემით, ბოლოს და ბოლოს, თავისი მწამებლების დაცვა დაიწყო. ამას ვერც კი ვუგებ. ეს კვლავ ჩემს გონებაშია ვერ ბათილდება. მე ამას ვერ შევძლებდი. თქვენ შეძლებდით. დიახ, ასეთი კაცი იყო მამაჩემი. ბორისი ასეთი იყო. და იმავე დროს, მე ჩემს პატარა ომს ვატარებდი. 3 წელი ყოველდღიური შიშის, დამცირებისა და დუმილის. 3 წელი, როდესაც არავისთვის შემეძლო მეთქვა, თუ რა მემართებოდა ყოველდღე ჩემს საკუთარ კორპუსში, ჩემს ეზოში, ჩემს ქუჩაზე, ჩემს ქალაქში, ჩემს სკოლაში. ეს 2 მძიმე ტვირთი დღემდე მაქვს გულში. მეორეა ჩემი ხალხის ეროვნული ტრაგედია, როდესაც ასობით ათასი ირათა ხალხი, რომელიც მე-19 საუკუნიდან ოსების სახელითაა ცნობილი, როგორც მათ ქართველებიც და რუსებიც უწოდებენ, იძულებული გახდა, ან გაქცეულიყო, ან დაივიწყათ საკუთარი იდენტობა და გამხდარიყვნენ ქართველები. იარაღის მუქარით თუ ტოლფასიანის სხვა მუქარით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მეორე ჩემი პირადი ტვირთია. ეს ჩემი პირადი, უაღრესად პირადი ტკივილია. 16 წლის ბიჭის ტკივილი, რომელსაც უახლოესმა მეგობრებმა უღალატეს. ბიჭუნის ტკივილი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ჩუმად იტანდა თავის შეურაცხყოფას და არავის უზიარებდა არც ახლობლებს, არც ნათესავებს. რცხვენოდა და ჯოჯოხეთის ეს 2 ფენა დღემდე ერთდროულად ცოცხლობს ჩემში. ახლა 53 წლის ვარ, ახალგაზრდობის მოვლენების მიმდინარეობიდან. ზოგჯერ ისე მგონია, თითქოს ისევ იქ ვდგავარ. 16 წლის, 30 ბიჭით გარშემორტყმული, თვალცრემლიანი, არ ვიცი. რა უყო ჩემს ცხოვრებას ასეთ მომენტებში, რადგან მოგონებათა ტალღა სრულიად მფარავს. არ მსურს, ვინმეს ბოროტება გაუტარო დღეს, მაგრამ სამყარომ უნდა იცოდეს სიმართლე. სიმართლე იმის შესახებ, რაც ჯორჯიაში 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების წლების დასაწყისში მოხდა. ეს იყო ნამდვილი ეთნიკური ტერორი ჩემი ირათა ხალხის, ოსების წინააღმდეგ. ნაციონალისტური იდეოლოგიის საფარქვეშ, ჩემი ხალხის ათასობით ოჯახი იძულებული გახდა, არჩევანი გაეკეთებინა. ან უერყოთ საკუთარი მემკვიდრეობა, იდენტობა და დამატებოდა გვარზე ქართული დაბოლოებების შვილი, ანზე ან დატოვოთ საქართველო, ან თუ წინააღმდეგობას გაუწევდით, რაც ასობით შემთხვევაში მოხდა მოკვდეთ. ბევრმა პირველი გზა აირჩია. უარი ეთქვათ საკუთარ იდენტობაზე. დაახლოებით 500,000 ადამიანი, არც ერთით ნაკლები, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო. იძულებული გახდა, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შეეცვალა გვარი და ქართველი გამხდარიყო. კიდევ დაახლოებით 100,000 ადამიანი გაიქცა ეგრეთ წოდებულ ჩრდილოეთ ოსეთში. კარგი, ჩრდილოეთ osets შეიძლება ოსეთი ეწოდოს, მაგრამ უმჯობესია გამოვიყენოთ ჩვენი მშობლიური ენდონიმი. ასია ისეთივე როგორიცაა ნამდვილი ისტორიული წარსულიდან კაუასია. ისტორიულად ასია, ოსეთი ტოლფასია კაუასიას. ეს კი ცალკე ისტორიული თემაა ჩვენი ხალხის ენდონიმებთან დაკავშირებით. ამაზე მეც არ შევჩერდები. ჩემი ხალხი, ირათა, ოსები, უბრალოდ ქრებოდა საქართველოს რუქიდან. რაც შეეხება მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდნენ და ეგრეთ წოდებულ შიდა საქართველოში ცხოვრობდნენ, მათი სოფლები გადაწვეს, უამრავი მოკლეს და უამრავი ოჯახები ტერორის ქვეშ აქციეს. და ასე ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი რამ ხდებოდა, მე 16 წლის ასაკში, ყოველდღე ჩუმად უნდა გამევლო საკუთარ სახლში, სადაც მელოდნენ ისინი, ვისთან ერთადაც ერთსა და იმავე ეზოში გავიზარდე. ტყივილის 2 სხვადასხვა ფენა, ერთი ეროვნული, მეორე ჩემი პირადი. და ორივე ეს დონე დღემდე ჩემში ძალიან ღრმად ჩასახლდა ბავშვობიდან. არ ვიცი, რატომ ყვები ამ ყველაფერს ახლა. ალბათ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გული მოვიოხო. ან იქნებ იმისთვის, რომ ჩემმა მამამ, რომელიც უკვე გარდაცვლილია, გაიგოს, მე არ დამვიწყებია.
ან იქნებ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში გაზრდილმა ახალგაზრდობის თაობა მიცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში პატარა რეგიონული ჰიტლერის გამსახურდია საქართველოში, მისი ფადისტური მმართველობის ქვეშ მკვდარ ადამიანზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აღზრდა ამის უფლებას არ მაძლევს. ეს არის მაქსიმუმი, რისითმაც მის შესახებ შემიძლია. პატარა რეგიონული ჰიტლერი. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ. 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში, საქართველოში, ჩემი ირათა ხალხის, რომლებიც მე-19 საუკუნიდან ოსების ან კიდევ უარესი, ოსეტინელების სახელითაა ცნობილი. მათ წინააღმდეგ ნამდვილი გენოციდი მიმდინარეობდა გამსახურდიასა და მისი მიმდევრების ხელმძღვანელობით. ასე რომ, ჩემს ირათა ხალხზე, ოსებზე, ნამდვილი ნადირობა ტარდებოდა. შეიარაღებული ჯგუფები, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ბანდები, სახლიდან სახლში დადიოდნენ. როგორც წესი, 3-5, ზოგჯერ კი მეტი ადამიანი, ბავშვს იარაღს თავზე მიუშვერდნენ და დედას უთვალავდნენ. ან ქართველები გახდებით, ან ყველა დაიღუპებით. იმ დროს უამრავი ირათა ოჯახი საქართველოდან საცვლებით გაიქცა. პირდაპირი მნიშვნელობით, არაფრით, უკან დატოვეს თავიანთი შრომით ნაშოვნი ქონება. ასობით სოფელი გადაწვეს, ათასობით ადამიანი მოკლეს და ყველაზე სასტიკი. სასჯელები, როგორიცაა ქვაბებში მოხარშვა, მინის, შუშის ხლაპვის სასჯელები და უამრავი სხვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ გამსახურდიას ტურები ახორციელებდნენ ამ საჩვენებელ სიკვდილით დასჯებს. თავდაპირველად, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ქართულ მხრიდან იყო. რა თქმა უნდა, მოგვიანებით ჩემი ხალხის მხრიდანაც იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ეს საპასუხო დარტყმა იყო ჩემი ერის მხრიდან და გაცილებით მოგვიანებით. ხომ ხვდებით, ვერანაირად ვერ გავამართლებ ჩემი ირათა ხალხის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და მათ, ვინც ახლა მიყურებს და ვინც მაშინ ჩემი ხალხისგან დაზარალდა, გთხოვთ, გაიგოთ, რომ ეს მხოლოდ თავდაცვა იყო ჩემი ირათა ერის მხრიდან. თუ ჩემმა ხალხმა რამე მოგვიანებით გაიმეორა, ისინი უბრალოდ იმეორებდნენ, არ დაუწყებიათ გაიმეორეს. დიდი განსხვავებაა, მაგრამ მე არასდროს ყოფილვარ ნებისმიერი სისასტიკის მომხრე მამაჩემის მსგავსად, რომელიც არასდროს კლავდა ტარაკანს კი, მეც თავად არ ვკლავ ტარაკნებს. ეს სისხლში გვაქვს, გენებში. სასაცილოა ალბათ, კი, აი, ერთი პატარა ამბავი. მამაჩემი სამსახურიდან სახლში მოდის, დედაჩემი საჭმელს აჭმევს. კედელზე ტარაკანი. დედაჩემი მაშინვე იჭერს სანდოს, ურტყამს და იმ დამახასიათებელი ტყაცუნით აჭყლეთს. ხართ. მამაჩემი შემოbrunდა, სრულიად სერიოზული სახით და ამბობს, რა შობავ ქალო, ტარაკანი ჩვენი სახლის სახურავის ქვეშაა, ესე იგი, ის ჩვენი ოჯახის წევრია. რატომ კლავ? რაღაც ამდაგვარი. კარგი, უბრალოდ ხუმრობაა. ხომ ხედავთ, ყველა ცოცხალ არსებას თავისი სული აქვს, არა მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს. ეს უკვე ფილოსოფიაა. გავაგრძელებ, წეუბნებოდნენ, შვილს თავზე იარაღის შვერით. ან ქართველები გახდებით, ან ყველა დაიღუპებით, ან ჯორჯიიდან გაეთრიეთ, რაღაც ამდაგვარს ჰქონდა ადგილი. 100 და 100,000 ასეთი შემთხვევა. ასობით სოფელი გადაწვეს შიდა საქართველოში, ტრიალეთის ოსეთში, ბაკურიანში, ბორჯომში, გორის რაიონში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. მოკლეს ათასობით ადამიანი, ასობით ათას კი მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწია. გაიჩინე ქართული დაბოლოებების გვარი ან გაეთრიე აქედან. 500,000 ადამიანი დაამსხვრიეს, იძულებით გააქართველეს. სწორედ ამდენი წაართვა რეგიონის პატარა ჰიტლერმა. სვიად გამსახურდიამ ჩემს ახლა უკვე 700,000-იან ირათა ხალხს, ოსებს. 500,000. თუნდაც არ მოეკლა, ის მაინც შთანთქავდა, შეჭამა და ჩემი ხალხისგან შორს დატოვა. ეს ეროვნული განადგურების პოლიტიკა იყო და ამიტომ ამ ქვეყანაში მე 16 წლიანი ბიჭი ყოველდღე სახლიდან ისე გავდიოდი, თითქოს ომში მივდიოდე, რადგან საკუთარ სახლშიც კი უსაფრთხოდ არ ვიყავი. მაშინ ასეთი იყო საქართველო. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ. 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ჩემი ირათა ხალხის, ოსების წინააღმდეგ ნამდვილი დანაშაული სრულდებოდა. ეროვნული აღორძინების ლოზუნგების საფარქვეშ დაიწყო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ეთნიკურ წმენდად შეიძლება დავასახელოთ. შეიარაღებული გამსახურდიას ბანდ, ჯგუფები სახლიდან სახლში დადიოდნენ და დედებსა თუ ბავშვებს იარაღს თავზე უშვერდნენ. არჩევანი მარტივი იყო, ან ირათა ხალხის, ოსების გაქართველება, ან საქართველოდან განდევნა.
ან წინააღმდეგობის შემთხვევაში ფიზიკური განადგურება. ასობით სოფელი გადაწვეს, ათასობით ადამიანი მოკლეს ან ტერორით სულის ამოხდა. რამოდენიმე წლის მანძილზე დაახლოებით 500,000 ჩემი ირანთა ხალხი. ოსები იძულებულნი გახდნენ. გვარები ქართული დაბოლოებით შეეცვალათ. დამატებოდათ გვარებში სუფიქსების შვილი და ძე. კიდევ დაახლოებით 100,000 ჩრდილოეთ ოსეთში გაიქცა. ეს იყო ირანთა ხალხის, ოსების, განადგურების სისტემური, ცივი მიზანმიმართული პროცესი. და ეს ყველაფერი ჩემი პირადი, პატარა ომის პარალელურად ხდებოდა. იმ დროს, როდესაც ჩემი ხალხი საკუთარ მიწასა და იდენტობას კარგავდა. მე 16 წლის ბიჭი. ყოველდღე გავდიოდი სახვიდან და არ ვიცოდი, გადავურჩებოდი თუ არა საღამომდე. ჩემსავე ეზოში, სადარბაზოში, ჩემსავე ქუჩაზე, ჩემსავე სკოლაში, ჯოჯოხეთის ორი ფენა. ერთი ვრცელი, ირანთა ერის მასშტაბით. მეორე პატარა, ღრმა პირადი. და ეს ორივე ჯოჯოხეთი დღემდე ცოცხლობს ჩემში. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიცი, მოისმენს თუ არა ვინმე ჩემს ამ ისტორიას, მაგრამ თუ მოისმენს, იცოდნენ ერთი მარტივი რამ. ჩემი ხალხი, ირანთან, უბრალოდ არ იტანჯებოდა. მათ დედამიწის პირისაგან, საქართველოს პირისაგან წაშლას ცდილობდნენ. სისტემატურად, ცივსისხლიანად, ეროვნული აღორძინების ლოზუნგების ქვეშ 500,000 ადამიანი აიძულეს, უერყოთ საკუთარი სახელი და იდენტობა. სულ მცირე 100 სოფელი გადაწვეს, ათასობით ოჯახი დაანგრიეს და დაატერორეს და ამის გამო ჯერ არავინ გაუსამართლებია. მე სამართლიანობას არ ვეძებ, მე დამნაშავეს არ ვეძებ. უბრალოდ მინდა, რომ ამ ქვეყნად სულ მცირე ვიღაცა მიცოდეს მსოფლიოში და შეემთხვა ნამდვილად ჩემს ირანთა ხალხს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჯორჯიაში საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობდა. 100,000-ობით, 100,000, უბრალოდ იცოდეთ ეს. ჩემს მხრივ, ეს საკმარისია.